დროს ერთია სათქმელი, დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისთვის, რადგან უფალმა წინასწარ ყველაფერი ჩვენთვის კარგი განიგულა და რასაც უშვებს, ეს ყველაფერი ჩვენი სულის საცხოვნებლად ეშვება. ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება ბოლომდე. ამინ. აი მამა შემთხვევა ხოლმე რომ ძალიან ბევრი რამ გააჩნია ადამიანს, მაგრამ მე უცბად ვიღაცის სიკვდილი საერთოდ ყველაფერს უუფასურებს რა. აი ქონება ყველაფერი რჩება ოხრად. ამ შემთხვევაში მამა აი როგორ უნდა უყუროთ? აი ერთი დღე ხო ყველას გაუთენდება ის აი თუნდაც სარეცეს რომ მიეჯაჭოს ან რაღაცა რომ აი ეს იქნება მეორე და მეათე ხარისხოვანი. აი ეს როგორ უნდა ვიცოდეთ წინასწარ რომ მე ამ ტკივილს ავერიდოთ? ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისთვის. წმინდა მამები გვირჩევენ რომ ისე იცხოვრე რომ ყოველი დღე თითქოს შენთვის უკანასკნელი დღეაო და თუ ჩვენ ისე ვიცხოვრებთ რომ აი დღევანდელი დღე მაგალითად უკანასკნელია ხო? არავის არ ვეჩხუბებით, ყველა შეურიგდებით, არავისთვის არ დაგვენანება რაღაცეები, რაღაც სუფლის მოწიწებით, ღმერთო მიშველი, ღმერთო მაპატიე, ღმერთო. აი ესე ვიქნებით და აი ეს გააზრება, რომ თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი დღეა, არის ძალიან ძალიან დიდი იარაღი აი ეს სულის ცხონებისთვის. დიდი მადლობა. გაიხარეთ.